ვახტანგის ორივე სახელი იხსნება, ესე იგი, მგლის ეტიმოლოგიით. მგელი ფიგურირებს მის ორივე სახელში, როგორც ვახტანგში, ასევე გორგასალში, ხო? თვითონ ავტორი ასე განმარტავს ვახტანგის სახელს, რომ მისი ნამდვილი სახელი იყო ვარახვასრო თანგ, მაგრამ შემოკლებულად მას ვახტანგი ეწოდებოდაო და გორგასალი ნიშნავდა მგლის თავს. თუმცა მზიან ანდრონიკაშვილმა, ცნობილმა ქართველმა ირანისტმა, გაარკვია საინათმეცნიერო ძიების შედეგად, რომ ვახტანგიც ეს ვარახვასრო თანგის შემოკლებული ვერსია კი არ არის, უკავშირდება მგლის კულტს და ვახტანგის ორიგინალური სახელი უნდა ყოფილიყო, თავდაპირველი სახელი უნდა ყოფილიყო ალბათ ირანური, ალანური, ეს არის ვახრ თანგ, რაც ნიშნავს მგლის ტანს. ანუ ადამიანს, რომელსაც მგლის ტანი აქვს, მგლის ძლიერებით, მგლის შესაძლებლობებით არის აღჭურვილი. ანუ აქედან მოდის სწორედ ვახტანგის პირადი სახელი და მისი ზეწოდებაც. ვახტანგ გორგასალის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბრძოლის დროს სპარსელები ერთმანეთს ეძახდნენ, რომ დურას გორგასალ უნდა მოედიდეთ მგლის თავს. და გორგასალ მართლაც სპართულში და მე სპარშულშიც აღნიშნავდა მგელს. და შესაბამისად გვიან ანტიკური ეპოქის, ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულმა მეფემ სწორედ მგლის სახელი მიიღო. ამ საავტოსულებიდან ცნობილია, რომ ის მუზარაძე ატარებდა წინ მგლის გამოსახურებას, უკან ლომის გამოსახურებას.